ყველას მოგესალმებით, გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ დღეს. ესე იგი, მოგესალმებით ჩემი ახალი გვერდიდან, იმიტომ რომ ძველი გვერდი რომელიც გქონდა ის დაიბლოკა. ვერ ვახერხებ აღდგენას, რამდენჯერმე მივწერე YouTube-ს, მაგრამ მეუბნება რომ ესეთი მომხმარებელი არ არსებობს. არა და ამ გვერდზე არის სადღაც 80-ზე მეტი ვიდეო თუ რაღაცა რა, ანუ და გამომწერებიც რა თქმა უნდა არის 320 მე მგონი, 321 რა და ამიტომ არა უშავს ახალ გვერდს ვქნი, ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია მსგავსი რამ, რომ ვიდეოს წერ ფიზიკო დამაცადე რა. ესე იგი ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა დამიწყია და დანგრეულა ან რაღაცა შეხელი შეშლა და ხელთავიდან უნდა დავიწყო. ამიტომ ეს არ შემაშინებს, რა თქმა უნდა პირველ დღეს, პირველი ორი დღე ცოტა მეწყინა, რომ რატომ მომხდა და ასე შემდეგ რა და არა უშავს ხელთავიდან დავიწყებ ნახოთ. თან კიდე ძველ ვიდეოებსაც გადავხედავ და რაღაც შეცდომებსაც გადავასწორებ, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა გრამატიკული შეცდომები და ზოგან ხო რაღაც ემოცია ვერ დავიჭირი. არის ეგეთი ვიდეოები, სადაც გავბრაზდი უბრალოდ რა. ესე იგი მარტო მიმართვა რო არ იყოს შემხვდა ვიდეო ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ადამიანი საუბრობს აი ამ LGBT პერსონებს, რომელთაც უნდათ რომ გამოვიდნენ და რაღაც აღლუმი ჩაატარონ ქალაქში. აი ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანი იძახის ესეთ რამეს. ვიდეოსაც დაურთავ თან ნახავთ. მაგრამ კაცი იძახის ესეთ რაღაცას, რომ ვისაც რა უნდა ისაკეთოს, მაგრამ ხო აი ეს ერის კატასტროფა არის, ეს თუ მოხდაო რა, აღლუმი თუ ჩატარდაო და ეხლა ქრისტიანული შეხედულებით ეს არასწორი დამოკიდებულება არის და რატომ? ეხლა იოანე ღვთისმეტყველის ნათქვამი რო გავიხსენოთ, ეს წმინდა მოციქული იყო ბატონო. 12 თაგანი, რომელმაც აი უფალი იხილა და მის გვერდში იყო ბოლომდე. ესე იგი, შენი ძმა თუ ხედავ რომ სოდავს და შენ ამას არ ეუნები, ხო, მონაწილე ხარ რა. ანუ ესეთ გულცივობას ღმერთი, ანუ არ მოგვიწონებს ნახდად, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ ვის უნდა მივემსგავსოთ, ქრისტიანი თუ ხარ, ესე იგი ქრისტეს საქციელებს, თქვა მის მოქმედებებს. ეხლა იმას ვერ გაიმეორება ხა, თქვა ხუთი პური, იმას რა 5000-ად გადააქციო და რაღაც 3-ზე 300,000 და ასე შემდეგ, მაგრამ ისე მომბობ უბრალოდ რა. აი რაც ჩვენ შეგვიძლია იმის ფარგლებში, რისი ოპიტიც გვაქვს, აი ის რო გავაკეთოთ უბრალოდ, ან რაც კიდე გვაქვს განმავითაროთ ბატონო, ახალი ვისწავლოთ, მოვისმინოთ ვინმესგან და ასე შემდეგ. ხო და ესეთი დამოკიდებულება ეხა ამ ადამიანმა რო თქვა რომ ვისაც რა უნდა ისაკეთოს, მასე ეხა შეიძლება ბატონო, მკვლელობაზეც ვთქვათ ეგრე, რომ ეხა ვისაც ვინ უნდა ვისმოკლებ, მე არ შემეხო, ჩემ ოჯახს და ასე შემდეგ. ესეთი დამოკიდებულება არ არის სწორი და ანალოგიურად კიდე სხვა რაღაცა დაუშვებელი აქტები, რომლებიც მაგალითად შეიძლება ადამიანს გაუკეთოს და ამიტომ ამადა ეხა ეს ადამიანი საიდან ნახოთ ჩემ ვიდეოს, მაგრამ ისე მომბობ უბრალოდ ესეთი დამოკიდებულება ვისაც გაქვთ, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ რომ რას უნდა პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ იმით დაინტერესებული, რომ ის იმ ადამიანმა ის კი არ აკეთოს, რაც უნდა. შეიძლება აშავებს, სულს აკეთებს, ხო? ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანს რითი დავეხმაროთ, რითი შევეწიოთ, რითი შეუსწოროთ, თქვა საქციელი და რაც ყველაზე მთავარი არის, აგრესიით თუ მიდიხარ ადამიანთან, ხო? იმაში პროტესტს იწვევს რა, ეგრევე. ან უბრალოდ აი ხო აღარ გენდობა რა, იმიტომ რომ შენ გინდა დაანახე, რომ უნდა დაჩაგრო, უნდა თქვა შეაშინო, რაღაცა ასე შემდეგ და რაღაც სხვანაირად უნდა დაელაპარაკო და ასე შემდეგ რა და ამიტომ ადამიანს ადამიანურად რომ მიმართავ და აუხსნი, ესე უფრო ჯობია, მე ვფიქრობ, ვიდრე რაღაცა, იმიტომ რომ მტრობით და ნგრევით ნაშენები არ არსებობს დედამიწაზე რა. ამიტომ ამ ადამიანმა გამოასწოროს ბატონო ეს, რომ ვისაც რასაც უნდა ის და გამოასწოროს კიდე ხო რაღაცა ანუ უცხო სიტყვებით თუ უნდა ლაპარაკი, ხო ჩახედოს მაინც რაღაცა იმას რა ქვია ლექსიკონს ბატონო და იმას აკეთოს რა ქვია გამოასწოროს თავისი თქვა ნათქვამი. ეხლა დაგიტოვოთ მე ამ ვიდეოს და დღეიდან აქავარ რა, ხშირად დავდებ ხოლმე ვიდეოს. ნუ ხანდახან როგორც მომიხერხდება ისე ხოლმე, მაგრამ იცოდეთ რომ აქავარ. აბა დროებით და მოусმინეთ, რატო არ შეიძლება აღლუმის ჩატარება. მაგი არის ქვეყნის დაქცევა. ვისაც რა უნდა ისაკეთოს, მაგრამ ალღუმი არ შეიძლება.